საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. ცუდმედიდობა. არის ასეთი სიტყვა ქართულ ენაში. და დაახლოებით ამ პარტავნებას ნიშნავს. ოღონდ ამ პარტავნების რაღაცნაირი ცუდი ვარიანტია. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას თქვენ გადაცემის მსვლელობისას შეიტყობთ. ახლა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 27 ივნისს პარასკევს საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მან მთელ რიგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ამონარიდი. მაშას პირველი ამონარიდი, რომელიც ეხება ეკონომიკას. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4%. ასევე 2025 წელსაც იანვარ-აპრილის განმავლობაში გვაქვს უკვე პირველი 4 თვის მონაცემები, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. ანუ წელსაც ინარჩუნებთ მაღალ ტემპს. ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი, რა თქმა უნდა, აქ მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ არის ერთი კითხვის ნიშანი. რატომ არ გრძნობს მოსახლეობის დიდი ნაწილი აი ასეთ კარგ შედეგებს ეკონომიკაში? რატომ არ გრძნობს, რატომ ვერ გრძნობს? იმიტომ რომ ქვეყანაში არ არის სამართლიანობა. ეკონომიკა შეიძლება ძლიერდებოდეს, ღონიერდებოდეს, იზრდებოდეს, მაგრამ მთელი ეს ეკონომიკური კეთილდღეობა მიდიოდეს საზოგადოების ერთი ნაწილის ჯიბეში, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილი, თანაც უფრო დიდი ნაწილი, რჩებოდეს აი ამ სიკეთის გარეშე. სამართლიანობის გარეშე ეკონომიკურ წარმატებას, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას მაინც და მაინც დიდი აზრი არ აქვს მოსახლეობისთვის. ამიტომ კარგია ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წარმატებები, მაგრამ უნდა მივხედოთ მეორე მხარესაც, სამართლიანი განაწილების პროცესი. ეს არის აუცილებელი. კიდევ ერთი ამონარიდი ბატონ ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან ეს ეხება საგარეო ორიენტაციის საკითხს. ჩვენ სად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სად ვართ უფრო მეტიც გავაკეთოთ ეს კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს. აქ ვერ ვიტყვი, რომ თათ შესანიშნავია ეს ყველაფერი მეთქი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გამოვლილი გვაქვს. სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენ გამოვლილი გვაქვს და არავითარი სიკეთე, არავითარი ხეირი, არავითარი სარგებელი, თუ მაინც და მაინც ამ კატეგორიებით უნდა ვიმსჯელოთ, ქართველ ხალხს და საქართველოს ამ სწრაფვიდან არ მიუღრია. ახლა, როდესაც მთელი გეოპოლიტიკური რეალობა ჩვენს თვალწინ იცვლება, ასეთ შემთხვევაში მაინც და მაინც აი ეს კურსი შევინარჩუნოთ, რომელიც იყო გამოცხადებული მთელი 30-35 წლის განმავლობაში, არ მგონია რომ რამე დიდი სიახლის შემცველი იყოს და არც ის მგონია რომ ამ მიმართულებით დიდი სიკეთე ელოდებოდეს ქართველ ხალხს. ამიტომ ეს ყველაფერი გადასახედია იმ რეალობის შესაბამისად, რომელ რეალობაში ცხოვრობთ და რომელი რეალობიც მოდის და კარებზე გვიკაკუნებს. კიდევ ერთი ამონარიდი, ეს უკვე ევროკავშირს შეეხება. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. ამისათვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის, თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციას ვერაფერი დაუდგება წინ. კარგი ეს დათქმა, რომ ჩადო ბატონმა ირაკლიმ, თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა. თუ იქნება ასეთი მიდგომა, კი ბატონო, მაგრამ საერთოდ 2030 წლისთვის, აი ეს წარმონაქმნი, რასაც ევროკავშირი ქვია, იარსებებს თუ არა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ეს თუ არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ასეთ შემთხვევაშიც ჩვენ იმ ევროპასთან, რომელი ევროპაც ასე უდიერად გვეპყრობა, იმ ევროპასთან, რომელიც რეალურად გვერდვის, იმ ევროპასთან, რომელიც რეალურად სახელმწიფო გადატრიალებებს გვიმზადებდა და გვიმზადებს, იმ ევროპასთან, რომელიც მაღლიდან დაუყურებს
და იმ ევროპასთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დირექტივების ენით გველაპარაკება, ურთიერთობები გამოგვივა თუ არ გამოგვივა, ეგეც სათუოა. ასე რომ, გაუსწრებთ წინ მოვლენებს და ვიძახით, ვიმეორებთ იმ შაბლონებს, იმ სტერეოტიპებს, რომლებსაც მე ახლა უნდა გავიმეორო, რომ 30 წლის განმავლობაში ვიძახდით და ვიმეორებდით, მაგრამ არაფერი ხეირი არ მოგვიტანა. გავიმეორებთ მაინც და მაინც ამას, არც ისე მომხიბვლელია ეს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილისათვის. კიდევ ერთი ამონარიდი ბატონ ირაკლის დღევანდელი გამოსვლიდან პარლამენტის წინაშე. ჩვენი ამოცანა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება ჩინეთთან, ჩვენ შარშან წინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს. ვერ ვიტყვი რომ ეს მაინც ახალი რამე არის მეთქი, იმიტომ რომ კარგახანია უკვე რომ ჩვენ ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმებული და ეს ძალიან კარგია, ძალიან მისასალმებელია, როგორც იქნა, ისე მოხდა, რომ ამ დასავლეთისადმი მიჯაჭვულობას ამ შემთხვევაში თავი ავარიდეთ და ჩინეთისკენ გავიხედეთ. ძალიან კარგია თავისთავად ეს მიდგომა და ჩავთვალოთ, რომ ეს არის გარკვეული სიახლე. თუმცა აქ ამ გამოსვლაში და არც სხვა გამოსვლებში რუსეთთან ურთიერთობაში რაღაც სიახლის შემოტანასთან დაკავშირებით ბატონ ირაკლის არაფერი უთქვამს. ეს არის ძალიან ცუდი. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და აქტუალურია დღეს საქართველოსთვის, ვიდრე თუნდაც ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება. მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების, ასე ვთქვათ, აღდგენა, ძველი ურთიერთობების ვითომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომ ერქვა და სინამდვილეში ბატონყმური ურთიერთობა იყო და სხვა არაფერი. ეს სიახლე, რომელიც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უკვე მოგვადგა, ეს სიახლე არ არის დანახული. რუსეთთან ურთიერთობები არის გადასახედი. სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით ბატონ ირაკლის რამდენადაც მე გადავავლე თვალი იმის დღევანდელ გამოსვლას, არაფერი უბრძანებია, რაც არ ამგონია რომ სწორი და გამართლებული იყოს. და ბოლოს კიდევ ერთი ამონარიდი ბატონ ირაკლის დღევანდელი გამოსვლიდან. გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე 5 დღე, როდესაც წინასწარ შემოშავებული გეგმით კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად თვალნათელი და სრულიად აშკარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ მიცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შეასრულებას. ესეც შესანიშნავია, ესეც ძალიან კარგია, რომ არავის არ მივცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფის შესაძლებლობას, გამოვიარეთ, დავძლიეთ ეს მომენტი, თუმცა ბოლომდე არ ვარ ჯერ კიდევ გასული და ფონს გასული, ასე ვთქვათ, მაგრამ შესაძლებელია ითქვას, რომ უკვე გამოვიარეთ ეს მომენტი, მაგრამ გარედან იმართებოდა ეს პროცესიო, რომ ბრძანა ბატონმა ირაკლიმ, საიდან გარედან? ვინ მართავდა ამ პროცესებს? დასავლეთი. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. და თუ კი დასავლეთი, ამერიკა და ევროპა ამ ჭკუაზე იყო, რაც ხდებოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში საქართველოში, მაშინ მათთან ურთიერთობის აღდგენა და ისევ მათზე მიბმა საქართველოს ხვალინდელი დღისა და ბედისა. აი ეს რანაირად თავსდება ერთმანეთში, მათ რა ხელი აიღეს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც საქართველოს მიმართ გააჩნიათ, ჯერჯერობით არ აუღიათ ამისგან ხელი და ამიტომ რაღაცა შესაბამისობაშია მოსაყვანი ამ თვალსაზრისით. ისე რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რომ ეს პროცესი ასე თუ ისე დაძრეულია და ეს პროცესი რომ დაძრეულია, ამისი ერთგვარი მინიშნება არის ისის თუ რა მდგომარეობაა დღეს შექმნილი იმ დასავლეთის აგენტურაში, რომელიც აქ პირდაპირ ყოველგვარი მოკიბვის გარეშე აცხადებდა და ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას. დამოკიდებულება ასეთია.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის მორიგი განაჩენი ცნობილია. გიორგი ვაშაძე კანონის დარღვევისთვის საპატიმროში 7 თვეს გაატარებს. მომდევნო 2 წელი კი თანამდებობის დაკავება აეკრძალება. სამართალდამრღვევად ცნობილი პოლიტიკოსი ლელოებს არ ჩამორჩა, გაიმეორა მათი სცენარი. ნაცვლად სასამართლო დარბაზში გამოცხადებისა პარტიის ოფისში პოლიტიკურ გზავნილებს ახმოვანებდა. გვერდს უმაგრებდნენ თანამებრძოლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი. ვაშაძეც სწორედ პარტიის ოფისში დააკავეს. ვერ ვიტყვი რომ საერთოდ ამ დაკავებების, დაჭერების, დაპატიმრების და ასე შემდეგ რაღაცა სერია სასიამოვნოა ვინმესთვის მეთქი. არც ჩემთვის და არც სხვისთვის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართალი არ არსებობდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონს ვაგლახად მოეპყრას, ვინც უნდა იყოს იგი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას უფლება ჰქონდეს ისე ითარეშოს ქვეყანაში, როგორც მას მოეპრიანება. ამიტომ ჯობია ეს უსიამოვნო პროცესი არსებობდეს, ვიდრე ამ პროცესის შეუძლებლობა. კი ბატონო, ვიღაცამ დაარღვია კანონი, ვიღაცა გახდა დასაპატიმრებელი არსებული მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში ეს ხალხი უნდა იქნან დაკავებული. კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ დააკავეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ორივე მათგანს მოსამართლეს ზვია ჩარაძემ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლების შეზღუდვა მიუსაჯა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოლიციამ ხელბორკილები მათ ოფისთან დაადო. მე რაც ვთქვი ამ დაკავებებთან დაკავშირებით, ეს არის სამართლებრივი მიდგომა, ეს არ არის სენტიმენტალური მიდგომა, ეს არის ჰუმანისტური მიდგომა, ეს ყველაფერი განზიეგა და სადები, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს და როდესაც საქმე ეხება სამართალს. სამართალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღსრულდეს. თუ სამართლის შიგნით არის რამე დარღვევა, ეს სხვა საკითხია. ეს რა თქმა უნდა საგანგაშოა და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მაგრამ აი ახლა ჩვენ მოვისმენთ ერთ-ერთი ევროჩინოვნიკის გამოსვლას, რომელიც სულ არ დაგიდევთ სამართალს, კანონს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მისთვის თავარია ის, რომ მას აქვს რაღაცა მიზანი. უფრო სწორად, მის უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მიზნები და მათთვის თავარია ეს მიზანი და არა ადამიანის უფლების დაცვა, არა სამართლის აღსრულება და სხვა და სხვა. ნახოთ ეს. საქართველოს ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება. აი ეს არის ის წეღან რომ თქვი დირექტივები მეთქი. ეს არის მენტორული ტონი, ეს არის დავალების მიცემა ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის, რა თქმა უნდა მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე მგონი ასეთ მიდგომებს ღირსეული პასუხი გასცა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. ყველა შეუძლია პირველ რიგში გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობა, სადაც ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი სანქციები არის დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. ხო, რეალურად ისინი არიან სწორედ ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. ეს ჩვენ არ გავიგეთებია. რატომ? იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც დასრულდა სრული ფიასკოზე. სრული ჭეშმარიტებაა. აბსოლუტური გულწრფელობით არის ნათქვამი ის, რაც ითქვა. ეს გააკეთა დასავლეთმა, ეს გააკეთა ევროკავშირმა. ეს გააკეთა თუგნებავთ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მათ გამოიყვანეს ისინი პარლამენტიდან, აი ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც არავითარ პოლიტიკურ ოპოზიციას არ წარმოადგენს, არის დასავლეთის მეხუთე კოლონა და აგენტურა, გამოიყვანეს პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში. იმიტომ რომ მისცეს დავალება არა რევოლუციისა, როგორც ბატონი კობახიძე ამბობს, რევოლუცია სხვა რამეა. არამედ სახელმწიფო გადატრიალების.
და საერთოდ უნდა ვისწავლოთ ცნებების გამიჯვნა ერთმანეთისგან. რევოლუცია სულ სხვა რამეა, სახელმწიფო გადატრიალება სულ სხვა რამეა. რევოლუცია არ არის დანაშაული. ნამდვილი რევოლუცია დანაშაული არ არის. სახელმწიფო გადატრიალება ყველა შემთხვევაში არის დანაშაული. აი დანაშაულისკენ მათ უბიძგეს დასავლეთმა, ევროპამ, ამერიკამ და ეს ადამიანები შეიყვანეს ციხეში. როგორი იქნება მათი ბედი მომავალში ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ დღეს ეს რეალობა გვაქვს. ამითი დამთავრდა მთელი ის ციბინძურე, რაშიც ისინი იყვნენ ჩართულები და გახვეულები. ეთყობა ამას გაგრძელებაც ექნება. სხვადასხვა განშტოება იქნება გაგრძელებებისა. ერთ-ერთი მაგალითი აი ეს არის. დაყადაღებულია TBC კაპიტალის ანაბარზე არსებული 3 მილიონი ლარი. საქმე ხაზარაძე ჯაფარიძის იმერეთი გრინერის ანუ ბოსტნეულის გაკოტრების ბიზნესს ეხება. ბიზნესმენს, რომელსაც TBC კაპიტალმა მილიონების დაბანდება ხაზარაძე ჯაფარიძის მფლობელობაში არსებულ იმერეთი გრინერში შესთავაზა კომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია დაუმალა. ახლა საკუთარ ფულს ალექსანდრე ამაშუკელი სასამართლოს გზით TBC კაპიტალისგან ითხოვს. ამაშუკელის ადვოკატი ამბობს, რომ ქართულ საფონდო ბირჟებზე TBC კაპიტალს აქციების ნაწილი უკვე გაუყინეს. დღეს კი სასამართლომ TBC კაპიტალს TBC ბანკში არსებულ ანგარიშზე 3 მილიონი ლარის განკარგვა აუკრძალა. ერთ-ერთი გაგრძელება, ერთ-ერთი ფორმა შესაძლებელია ასეთი იყოს მეთქი, თუმცა ისევ ვთქვი, რომ ექნება მრავალი განშტოება ამ დანაშაულებს, რომელიც არის ჩადენილი. ისე ამათზე კი ვამბობ დასავლეთის მეხუთე კოლონა და აგენტურაო და რაც აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ეს უბედურები იმავე დასავლეთმა თავიანთი ბინძური დავალებებით და თავიანთი ბინძური დირექტივებით. იქამდეც მიიყვანეს, რომ ისინი დასავლეთისთვისაც მოღალატეები აღმოჩნდნენ. ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის სურვილმა ქართული ოპოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლის მტრობამდე მიიყვანა. ფაქტები და მტკიცებულებები საგამოძიებო კომისიას დღეს მაკა ბოჭორიშვილმა გააცნო. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელიც სწორედ მაშინ გააქტიურდა, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ბრიუსელის პასუხს ელოდა. აი ასეთი არის ეს პოზიცია. მათ საკუთარი თავის სასარგებლოდ, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იმასაც უღალატეს, რასაც დასავლური ორიენტაცია ქვია. და ეს ბუნებრივია. საერთოდ მოღალატეთა ბუნება, სხვის სამსახურში ჩამდგარ ადამიანთა ბუნება ამას ავტომატურად ითვალისწინებს და მათ ხშირად ემართებათ ასეთი რამ. ამ შემთხვევაში ასე მოუვიდა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, უпростоრად დასავლეთის აგენტურას. კიდევ ერთხელ მოусმინოთ ქალბატონ ბოჭორიშვილს. სცენარი 2 არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან აქტიურად დაიწყეს მონაწილეობის მიღება ამ სამივე კომპონენტის შემსრულებლებმა, პოლიტიკოსებმაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და მედიამაც. დასავლეთთან ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, რაც რა თქმა უნდა უაღრესად კარგია, მონაპოვარია და ეს არის გაკეთებული თავიდან ბოლომდე ქართული ოცნებისა. ვინ როგორ იყენებს ამას ეს სხვა საკითხია, მაგრამ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა თუ ექნება სხვადასხვა მიმართულებით, არა მარტო ევროპის და დასავლეთის მიმართულებით, არამედ კიდევ სხვა მიმართულებებითაც ეს არის მათთვის კარგი ხელსაყრელი და მათ უადვილებს ცხოვრებასაც, დასვენებასაც, საქმიანობასაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ საოცარია, როდესაც აი ეს მედასავლეთეები, ანუ დასავლეთის აგენტურა ამასაც ებრძვის. იმიტომ რომ ეს ბრძოლა ამ მონაპოვართან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ უნდათ გამოიყენონ მათთვის სასარგებლოდ.
მტრობას ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ოპოზიცია დღემდე არ წყვეტს. ამჯერად მიზანში ვიზა ლიბერალიზაცია ამოიღეს და თუ მანამდე ქართველი ხალხისთვის უვიზოდ გადაადგილების უფლების მინიჭება არ უნდათ, ახლა ამ მთავარი ევროპული მონაპოვარის გაუქმება უნდათ. უვიზო მიმოსვლა არის მართლა ძალიან დიდი მონაპოვარი, რომელიც არ შეიძლება რომ არ ვიამაყოთ ჩვენ როგორც ქართული ოცნების ხელისუფლებამ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. ეს ერთ-ერთი ის თემა იყო მოაზრებული, რომელსაც შეიძლებოდა გავლენა მოახდინა არჩევნებს. ჩვენ ხედავთ, გააქტიურდნენ არაერთხელ ახსენა ეს თინავე კუჩავამ, სხვაებიც ახსენებენ, რომ ვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს წინააღმდეგ და არა ქართული ოცნების წინააღმდეგ ამ სიკეთით სარგებლობს ყველა საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, ამ სიკეთით ყველა სარგებლობს, ამიტომ როდესაც ეგრეთ წოდებული პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ის სერიოზული ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია ამ თვალსაზრისით, აი ეს გააუქმონ, ამის ანულირებას მიაღწიონ, იმისთვის, რომ პირადი სარგებელი ნახონ, ამის გამო ეს მართლაც წარმოუდგენელი კატასტროფაა. ეს არის სრული დაცემა, სრული ამორალიზმი. ამის იქით ადამიანის გაუბედურება შეუძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ადამიანები ამაზე მიდიან. ამ თემასთან დაკავშირებით ბატონ ირაკლი კობახიძის საუბრის ერთ-ერთ ფრაგმენტს მოგასმენებ და თემას ამით დავხურავ. გახსოვთ პირდაპირ ოპოზიცია დადიოდა დერეფნებში, სტრუქტურებში და პირდაპირ უპირისპირდებოდა საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას. რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგ, პირდაპირ ხელს უშლიდა სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, არ იღებდა მონაწილეობას ამ ჯგუფების საქმიანობაში და ამ შემდეგ. ეს კამპანია გრძელდება. კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაზეც საზოგადოებამ უკვე გააკეთა საკუთარი შეფასება. ოპოზიცია ხალხის თვალში არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული, ყველა მიცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამას აკეთებდნენ ისინი 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ისინი დღემდე. ეს არის აგენტის ხვედრი, როცა დაგავალებენ, პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. აბსოლუტურად სწორია და აბსოლუტურად სწორია ისიც, რომ ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე დისკრედიტირებული ქართველი ხალხის თვალში. ხოლო ის ნაწილი ქართული საზოგადოებისა, რომლის თვალშიც ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დისკრედიტირებული არ არის, თვითონ არის დისკრედიტირებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ამათ გვერდით დგომა. ამათ პოზიცია არ აქვს. საქვეყნო პოზიციის მისხალი არ გააჩნიათ. ამათი პოზიცია არის საკუთარი სიკეთე, საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამბიციები და საკუთარი მოგების მიღება. ფულადი გასამრჯელოს და ფულადი მოგების მიღება. სხვა მიზანი მათ ცხოვრებაში არც ქონიათ, არც აქვთ და ალბათ არც ექნებათ. ახლა შორს არ წავალ, რა თქმა უნდა, საკითხებისგან, მაგრამ შემოვიტან ახალ თემას. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ჩატარდა ნატოს სამიტი ჰააგაში, სადაც ბევრი რამ იყო ჩვენთვის საინტერესო. თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი და ნატოს ურთიერთობა პირველ რიგში, ეს იყო საინტერესო და საერთოდ საით მიდის ეს სამხედრო ბლოკი, ესეც საინტერესო იყო. უმთავრესი საკითხი იყო ნატოს ბიუჯეტის ზრდა. აი როგორ მიდიოდა მოვლენები. მოусმინოთ საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს. Mon souhait c'est qu'il tienne. ნატოს საბოლოო კომუნიკე აჩვენებს კოლექტიურ ძალისხმევასა და კარგ შედეგს, რომელიც სავაჭრო სივრცეშიც მშვიდობას მოგვიტანს. ჩვენ ვეღარ ვიტყვით, რომ სურს დავხარჯოთ მეტი, ან უნდა დავხარჯოთ მეტი და ამის შემდეგ ერთმანეთთან სავაჭრო ომები ვაწარმოოთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ვაჯერებთ წესებს, რომელსაც ალიანსი უნდა მიჰყვეს. Contact et les Iraniens. ასეთი იყო მთავარი გზავნილი, როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევაში, ბატონ მაკრონისა ამ ნატოს შეკრებისადმი. სტარმერი, პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის.
A new defence investment pledge. 2035 წლისთვის 5%-იან ზღვარამდე მისვლა ნატოს უფრო ძლიერს, სამართლიანს და ლეტალურს გახდის. მე განვაცხადე, რომ ვაწარმოებთ სულ მცირე 12 F-35A ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ბირთვული შეიარაღების გადატანაც შეიძლება. ამით ჩვენ ვპასუხობთ მზარდ ბირთვულ საფრთხეს. ჩვენი ერთგულება ნატოს მიმართ ურყევია. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა კი გზავნილია აგრესორისთვის. Allies also agree. აი ამ ამონარიდებს იმიტომ წარმოგიდგენთ, რომ თვითონ სამიტის სულისკვეთებას ჩავწვდეთ. თქვენ უკვე ხედავთ, როგორია სულისკვეთება. ესპანეთის წარმომადგენელი ბატონი სანჩესი. Podemos cumplir con esas capacidades. დებატები არ არის პროცენტებზე, არამედ შესაძლებლობებზე. გვჭირდება კოორდინაცია, ეფექტურობა, ერთობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. A las capacidades. ეხლა მოусმინოთ ნატოს გენერალურ მდივანს, ბატონი რუტე. Allies have laid the foundations for a stronger, fairer and more lethal NATO. ერთად ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უფრო ძლიერ, უფრო სამართლიან და ლეტალურ ნატოს. ლიდერები შეთანხმდნენ თავდაცვაში ინვესტიციის გეგმაზე, რომელიც გააძლიერებს კვანტურ ნახტომს კოლექტიურ თავდაცვაში. ჩვენ გავზრდით ჩვენს თავდაცვით ინდუსტრიას, რომელიც არა მხოლოდ გაამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს ყველაფერი კი უმნიშვნელოვანესია. ეს ნიშნავს, რომ რა საფრთხის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, იქნება ეს რუსეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმა, საბოტაჟი თუ სტრატეგიული შეჯიბრი. ეს ალიანსი არის და დარჩება მზად დაიცვას ალიანსის თითოეული გოჯი და მისი 1 მილიარდი ადამიანის უსაფრთხოება. ამას ექნება დიდი გავლენა ჩვენს უნარზე გავაკეთოთ ის, რისთვისაც ნატო შეიქმნა, შეკავებისა და თავდაცვისთვის. არც ერთი დღე არ ქონია ნატოს ისეთი, როდესაც ის შეკავებისა და თავდაცვისთვის იბრძოდა. ნატოს არსებობის მთელი ისტორია, ეს არის თავდასხმების ისტორია, ეს არის აგრესიის ისტორია და ეს არის ბოროტების ისტორია. მაგრამ ასე მეტყველებს ეს ადამიანები, ეს გასაგებია, ეს ბუნებრივია, მათ რიტორიკაში პრაქტიკულად არაფერი შეცვლა. ეხლა რა არის ქვაკუთხედი ამ ორგანიზაციის არსებობის? ეს გახლავთ მისი წესდების მეხუთე მუხლი, როდესაც ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას. როგორია აი ამ მუხლის ბედი ამ სამიტის შემდეგ? ჰააგის სამიტის საბოლოო დეკლარაცია წინა წლებისგან განსხვავებით ათეულობით პუნქტით შემცირდა. წელს სათქმელი მოკავშირეება სულ რაღაც 5 პუნქტად გაწერეს. ტექსტის მიხედვით ალიანსი კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ ერთგულებას ადასტურებენ. ერთზე თავდასხმა კვლავ ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და ამ პუნქტის ინტერპრეტაციაზე საუბარი მოკავშირეებმა მიუღებლად მიიჩნიეს. აი ასე, აქაც არაფერი შეცვლილა, ნატოს წესდების მეხუთე მუხლი რჩება მეხუთე მუხლად, იგივე შინაარსით, რა შინაარსიც მას ჰქონდა. რამდენად იქნება ეს რეალობაში განხორციელებული სხვა საკითხია, მაგრამ თეორიაში ქაღალდზე ყველაფერი დარჩა ისევე როგორც იყო და ბოლოს უმთავრესი რაც იყო ამ სამიტის გასაკეთებელი და გადასაწყვეტი ეს იდეა მოდიოდა ბატონ ტრამპისგან ბიუჯეტის გაზრდაზეა ლაპარაკი ვნახოთ როგორ დამთავრდა ამ თვალსაზრისით სამიტის მუშაობა. ჰააგის სამიტი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გარღვევით სრულდება. 2025 წელი ყველაზე ძლიერ სამხედრო გაერთიანებას იმით დაამახსოვრდება, რომ საერთო თავდაცვისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწია. იმას, რასაც პირად საუბრებში, საქმიან გადალაპარაკებებში, მედიისთვის ღია თუ დახურულ დისკუსიებში ბოლო წლებია აქტიურად განიხილავდნენ, უკვე 32 ლიდერის თანხმობაც აქვს. ნატოს თითოეული ქვეყანა მომდევნო 10 წლისთვის თავდაცვის ხარჯებზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს გაიღებს. დიახ, აი ეს იყო მთავარი. სხვათა შორის ტრამპი ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობს, ის მისი პირველი პრეზიდენტობიდან მოყოლებული ამტკიცებს, რომ ნატოს ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, უფრო სწორად ევროპამ კეთილი უნდა ინებოს და უნდა დახარჯოს თანხები ნატოს არსებობისთვის, ანუ მათი თავდაცვის უნარიანობის არსებობისთვის. გითხარით, რომ ეს თავდაცვის უნარიანობა კი არ არის თავდასხმის უნარიანობა, მაგრამ ფორმდება ყველაფერი როგორც თავდაცვის უნარიანობა. ბატონმა ტრამპმა ამ მიზანს მიაღწია და ის რაც აქამდე 2%-ის ფარგლებში იყო, ახლა გახდა 5%, ანუ ორჯერ და მეტად გაიზარდა ნატოს შემოსავლები და ნატოს ბიუჯეტი. ეს იმას ნიშნავს,
რომ ნატო ძლიერდება, რომ ნატო ფრთებს შლის და ნატო გაცილებით უფრო ქმედითი გახდება ხვალ, ვიდრე არის დღეს და იყო გუშინ. აი ასეთი არის ეს რეალობა დღევანდელი ნატოსთან დაკავშირებული, მაგრამ რას აძლევს ეს ნატოს? გაიჟღერა აქ ერთმა სიტყვამ რუსეთი, როგორც არ უნდა იყოს რუსეთის პოზიცია და ასე შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი ბრძანებდა ამასთან დაკავშირებით. რას ფიქრობს თვითონ რუსეთი ამასთან დაკავშირებით? ნატოს ბიუჯეტის ზრდა უქმნის თუ არა რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხეს. რუსეთის президент Владимир Путин. Мы не считаем какое бы то ни было перевооружение НАТО угрозой для Российской Федерации. Потому что мы самодостаточны с точки зрения обеспечения своей безопасности. И мы постоянно совершенствуем наши вооруженные силы и наши оборонительные возможности. Чего бы НАТО ни делало, конечно, это создает определенные угрозы, но мы купируем все эти угрозы, которые будут возникать. Здесь нет никаких сомнений. В этом смысле любые перевооружения и увеличение бюджетов до 5% от ВВП стран НАТО не имеют никакого смысла. არავითარი აზრი არ აქვს ნატოს ბიუჯეტის ზრდას იმ თვალსაზრისით, რომ ეს რუსეთისთვის იყოს ეგზისტენციალური საფრთხის შემქმნელი. ასე ბრძანებს რუსეთის პრეზიდენტი და მას უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ გვაქვს გამოცდილება, შეგვიძლია დავაკვირდეთ უკრაინის პროცესებს, უკრაინის კრიზისს, სადაც ჩართულია ნატო, ჩართულია ამერიკა, ჩართულია ევროპა, რუსეთის წინააღმდეგ ომში, მაგრამ რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ. ახლა ნატოს გაძლიერება ფინანსებით და მისი ბიუჯეტის ზრდა მისცემს თუ არა ნატოს იმის საშუალებას, რომ რუსეთი დააჩოქოს, ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხი თქვენ უკვე მოისმინეთ რუსეთის პრეზიდენტისგან. მინდა პატარა ისტორიას მიუბრუნდე და ბატონ მედვედევის ერთ-ერთი ნათქვამი ნატოსთან დაკავშირებით შეგახსენოთ. Хочется вам сказать, НАТО развалится. Нет, НАТО не развалится. НАТО сохранится. Почему? Значит, даже оснований для их существования нет. Как известно, НАТО все-таки в основном соперничало с Варшавским договором. Мы никогда НАТО не угрожали. Но при этом, естественно, наши вооруженные силы так или иначе были готовы давать отпоры на их действия. А сохранится по одной простой причине. НАТО необходимо Соединенным Штатам Америки. НАТО является инструментом управления миром. Только через НАТО Соединенные Штаты Америки способны проводить свою линию. Вот они сейчас причешут НАТО, денег побольше вытрясут из европейцев, они там эти бюджеты свои поднимут там, до 5%, до 3-4%, покажут, кто в доме хозяин, все выстроятся и будут исполнять их указания. ეს არის სულ რაღაც 20 ნახევარში ჩატეული შესანიშნავი ანალიზი ამ პროცესისა, რომლის მოსმენი ჩვენ ახლა გავხდით ამ რამდენიმე დღის წინ. ასე დგას საკითხი. ნატო ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში ინსტრუმენტი მსოფლიოზე გაბატონებისთვის. მართალია ბატონი ტრამპი აცხადებს, რომ მას არ სურს მსოფლიოზე ბატონობა, მას უბრალოდ სურს ძლიერი ამერიკა, მაგრამ საქმით, როდესაც დავაკვირდებით თქვათ იგივე ირანში ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედებას, იგივე ისრაელის მოქმედებას, რომელიც ნაწილია ამერიკის შეერთებული შტატებისა, ოღონდ განთავსებულია ახლო აღმოსავლეთში, იგივე ირანთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიო ძალმომრეობაზე, მსოფლიოზე ბატონობის იდეაზე ხელი არ აუღიათ ამერიკელებს და სწორედ როგორც მედვედევმა თქვა, ნატო არის ინსტრუმენტი ამერიკელების ხელში და ეს პროცესი თანდათანობით გრძელდება. კიდევ სამწუხაროდ გრძელდება და ახლა მთავარი დირექტორი ბატონი ტრამპი ამ სამიტზე და სამიტთან Tremendous things have been accomplished, as you probably noticed.
მოგეხსენებათ, წლებია თავდაცვაზე მუშუპოს 2%-ის გაღებას ვითხოვდი, ახლა მთელ 5%-ს მივაღწიეთ. მე ეს პროცესი დავიწყე და არჩევნების შემდეგ თითქმის ყველამ გააძლიერა გეგმა. მიეღწიათ 2, 3 ან 5%-ისთვის. და ეს ყველაფერი მალე მოხდება. თითქმის დაუყოვნებლივ. ეს ყველა მიცით. ეს კი საეტაპო მომენტია ნატოსთვის. ეს არავის წარმოედგინა, მითხრეს რომ ეს ჩემი დამსახურებაა. არ ვიცი. როდესაც ალიანსი მიაღწევს ამ ზღვარს, ეს ტრილიონობით დოლარს მოგმატებს. შესაბამისად, ეს მონუმენტური გამარჯვება იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის და მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის. ევროპა აიღებს მეტ პასუხისმგებლობას ისეთ შესაძლო კატასტროფების წინაშე, როგორიც უკრაინასა და რუსეთს შორის ვიხილეთ. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, მე ვიცი რომ მას ყველაფრის დასრულება სურს. ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის, აძლიერებს ნატოს, რაც ნიშნავს ამერიკის გაძლიერებას, ევროპის გაძლიერებას და ასე შემდეგ და ნახსენები იყო სიტყვა აგრესია. ანუ რუსეთი არის აგრესორი და ეს არის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სხვა დროს, რა თქმა უნდა, და არა ამ კონკრეტული სიტუაციისთვის, კონკრეტული ნათქვამისთვის, მაგრამ ამაზე пасуხი გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. Вы знаете, что страны НАТО сейчас тратят на вооружение 1 триллион 400 миллиардов долларов. Это больше, чем все страны мира вместе взятые, включая Россию и Китайскую Народную Республику. И мы собираемся нападать на НАТО, да? Ну что это за бред? И все понимают, что это бред. И обманывают свое население для того, чтобы обеспечить выколачивание денег из бюджетов. 5%, 3,5 плюс 1,5, да? Значит, и объяснять этим провалы в экономике и в социальной сфере. მართლაც საოცარი სიცრუეა, ისეთი სიცრუეა, რომ ძნელია დაიჯერო, რომ ასეთ სიცრუეს ამბობდნენ ადამიანები, მით უმეტეს სახელმწიფოები და ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის ნატო, როგორცაც ჩვენ მათგან ვისმენთ, რომ რუსეთისგან მოელიან თავდასხმას, რუსეთი არის აგრესორი, ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ კოლოსალური, კატასტროფული ბიუჯეტი გააჩნია ჯერ ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრილიონიანი ბიუჯეტი სამხედრო თვალსაზრისით, მხოლოდ სამხედრო დარგისთვის. მაშინ, როდესაც 10 მომდევნო სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ესეთი უზარმაზარი სახელმწიფოები არა აქვთ იმ მოცულობის ბიუჯეტი სამხედრო დარგისთვის, რა მოცულობის ბიუჯეტის გააჩნია მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს. ახლა ვხედავთ, რომ აძლიერებენ ნატოს და აქაც იყო ციფრი ტრამპის მიერ ნახსენები ტრილიონი და აი ამ ტრილიონიანი ბიუჯეტებით ცალკე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ცალკე ნატოსთვის აი ასე იარაღდებიან, ასე ფინანსდებიან და ამ დროს აგრესორი თურმე არის რუსეთი და თვითონ აგრესიას არსად არ ჩადიან და ამ დროს ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ თუ რა ამბები დაატრიალეს ირანში. მაშინ როდესაც ამისთვის არავით არის წინაპირობა, როგორც ირკვევა არ არსებობდა, იმიტომ რომ მაგატეც ამას ამბობდა, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურიც ამას ამბობდა, რომ ირანი ახლოსაც არ იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან. მაგრამ განხორციელდა თავდასხმა ჯერ ისრაელიდან, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და როგორც აცხადებენ, თითქოს მოსპეს ის ლაბორატორია და ის პროგრამა, რომელიც იქ მოქმედებდა, მშვიდობიანი ატომი და ეს ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული, თუმცა დადის სხვა ინფორმაციაც, რომ ეს ასე არ მომხდარა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავდასხმა და აგრესია ხომ განხორციელდა ისევე როგორც ერაყზე განხორციელდა თავის დროზე თავდასხმა და აგრესია იმ მოტივით, რომ ერაყში არსებობდა მასობრივი განადგურების იარაღი. შემდეგ აღმოჩნდა და აღიარეს თვითონ ამერიკელებმა, რომ არავითარი ასეთი იარაღი არ არსებობდა, მაგრამ ის რაც მოხდა აგრესია, მოხდა თავდასხმა ერაყზე და მოხდა ერაყის კანონიერი პრეზიდენტის ჩამოხრჩობა. იგივე მოხდა ლიბიაში, როდესაც ლინჩის წესით გაასამართლეს მუამარ კადაფი და სხვადასხვა უამრავი ფაქტი, მარტო იუგოსლავიის ფაქტი რამდენს ნიშნავს და რამდენზე მეტყველებს, ჩამონათვალი ამ გვარი ქმედებებისა შორს აგვიყვანს, ფაქტია, ვინც არის აგრესორი, მაგრამ თიც მუდმივად იშვერენ სხვისკენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთისკენ და აი ამ სამიტის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ალბათ მომენტი, ეპიზოდი იყო ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. ნატოს სამიტის კულუარებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს რომში პაპის დაკრძალვაზე ესაუბრდნენ, ეს მათი პირველი პირისპირი შეხვედრაა. საუბარმა 50 წუთი გასტანა და მედიისთვის დახურული იყო. ასე შედგა ეს შეხვედრა, რაც თვალში სასწრაფო იყო, ეს იყო კოსტუმში გამოწყობილი ზელენსკი. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ყური აუწია უზრდელობისთვის, როდესაც რაღაცა ჩამოძონძილი მაისურით ეახლა თეთრ სახლში პუტინს, ახლა იკადრა და კოსტუმირებული მივიდა ამ შეხვედრაზე, მაგრამ ეს სხვა თემა. ვნახოთ, როგორ აფასებს ამ შეხვედრას ბატონი ტრამპი. მე უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა თუ როგორ აქვს მას საქმეები. შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა. გამოვიტანე დასკვნა, რომ ზელენსკის ძალიან სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. მე უნდა დაველაპარაკო ვლადიმერ პუტინს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის დასრულებას. საშინელება არაც ხდება. გასულ კვირას თითქმის 7000 უკრაინელი და რუსი სამხედრო დაიღუპა. ასე რომ მე დაველაპარაკები პუტინს. ზელენსკისთან კი კარგი შეხვედრა მქონდა. ბოდიშვიხტი მე მგონი წამომცდა ზელენსკი ახლა პუტინს მეთქი არა პუტინთან შეხვედრა მას არ ქონია ის ახლა ტრამპს და ტრამპმა უწია ყური მისი შეუსაბამო ჩაცმულობის გამო ბოდიშვიხტი ამ ლაფსუსისთვის ახლა თვითონ ზელენსკის მოусმინოთ განვიხილეთ ჩვენი ხალხის დაცვის საკითხები პირველ რიგში საჰაერო სისტემების შესყიდვის გზით უკრაინამ მზადაა შეისყიდოს ამგვარი აღჭურვილობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან ევროპას შეუძლია დაგვეხმაროს. განვიხილეთ დრონების თანაწარმოების საკითხები. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. ჩვენ განვიხილეთ ფრონტის ხაზიც. პუტინი აშკარად ვერ იმარჯვებს. მე პრეზიდენტ ტრამპს ამის ფაქტები მოვუყვანე. მადლობას ვუხდი მას კეთილი სიტყვებისთვის უკრაინელი ხალხის მიმართ. ერთი სიტყვით ამან ის თქვა, იმან ეს თქვა არ არის ამ შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენად მნიშვნელოვანიც გახლავთ თვითონ ფაქტი. შეხვედრა ზელენსკისა და ტრამპისა. რას ნიშნავს ეს შეხვედრა? ეს შეხვედრა შესაძლებელია ერთ შემთხვევაში ისე წარმოვიდგინოთ, რომ ტრამპი ცდილობს სამშვიდობო მიმართულებით დაიყოლიოს ზელენსკი. მაგრამ მეორე შემთხვევაში და მე უფრო ამ მოსაზრებისკენ ვიხრები ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ისე ურრძელდება ძველებური გზით, ალბათ დასავლეთი ისევ შეიარაღებს, ალბათ დასავლეთი ისევ დააფინანსებს ზელენსკის იმ ბოროტ მოქმედებაში, რასაც ის ჩადის უკრაინაში, ეს არის უკრაინის სრული განადგურება, უკრაინის მოსახლეობისთვის მოწყობილი გენოციდი, აი ამ ზელენსკის პიროვნების გამოყენებით და ეს არის საბოლოო ჯამში იმ ქაოსის მიმართულებით მსოფლიოსთვის ბიძგის მიცემა, რომელსაც მესამე მსოფლიო ომი და ბირთვული კატასტროფა ჰქვია. ალბათ ეს არის ასე უნდა ვივარაუდოთ, თუმცა ერთმნიშვნელოვანი და ჯიუტი მტკიცებებისთვის ბევრი არგუმენტი არ არსებობს ჩვენ და სამწუხაროდ. აქ ხელის ცეცებით უნდა გავიკვლიოთ გზა. აქ ამ სამიტზე იყო ერთი იუმორნარევი განცხადებაც გაკეთებული და ესეც მინდა მოგასმენინოთ. მას შემდეგ, რაც ნატოს სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ტრამპი მამიკოდ მოიხსენია, ჟურნალისტები დაინტერესდნენ აღიქვამს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი ნატოს დანარჩენ წევრებს ბავშვებად. როდეს ძალიან მოვწონვარ. თუ აზრს შეიცვლის, დავბრუნდები და მაგრად წამოვარტყავ. ძალიან თბილად დამიძახა მამიკო. მოკლედ მამიკოს უძახის ნატოს გენერალური მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მე მგონი ეს უფრო მეტყველებს, ვიდრე მთელი ლოგიკური მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება და რა საით მიდის და რას როგორი პირი უჩანს. აი ეს დამოკიდებულება უკვე თავისთავად მრავლის მთქმელი გახლავთ. და ახლა მივადექით იმ საკითხს, რომელიც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როგორია ჩვენი ბედი? უკრაინის ბედი, საქართველოს ბედი, აი ვინც კარებთან მდგავართ 30-35 წლის განმავლობაში ნატოს ღია კარებთან და არ გვიშვებენ ამ ღია კარებში. აი ეს როგორ იქნება მომავალში, როგორ გაგრძელდება?
ნატო სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კი უკრაინის მხარდაჭერა დადასტურდა, თუმცა ამბიციური განაცხადების გარეშე. ფორმულირებები შემსუბუქებულია. თუ გასული წლის დოკუმენტში რუსეთი 40-ჯერ ხვდებოდა, წელს ეს მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები და როგორც გრძელვადიანი საფრთხე, არა როგორც უკრაინაში აგრესიაზე ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე, როგორც აქამდე. ამჯერად ნატოსკენ უკრაინის მისწრაფება გენერალური მდივნის სიტყვიერ განცხადებებში იკითხებოდა და არა ტექსტში, რომელშიც ჯერ კიდევ შარშან წერდნენ, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია. აი ეს ამონარიდი, რომელიც ახლა თქვენ მოისმინეთ, არის ევრონიუსიდან. საქართველოს შესახებ მსჯელობა არათუ სამიტზე არ ყოფილა, აი ამ სიუჟეტშიც კი არ იყო. უკრაინა კი ახსენეს, უკრაინა ზე რაღაცა თქვეს, თუმცა არაფერი დამაიმედებელი, რა თქმა უნდა, პირიქით. მაგრამ ხსენებით ახსენეს საქართველოს ხსენება საერთოდ არ ყოფილა და არც არავის გახსენებია ის პირობა, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე დადეს, რომ საქართველო ოდესმე აუცილებლად იქნება ნატოს წევრი. ეს არავის არ გახსენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე შემდგომი სამიტების და შემდგომი შეხვედრების მსჯელობის თემა და საკითხი არ იქნება, ასე რომ საქართველო ნატოს ტყის წესრიგიდან გაქრა. ჩრდილოატლანტიკურმა გაერთიანებამ ამჯერად ყოველწლიურ ტრადიციას უღალატა და ნატოს სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ ჩანაწერს აღარ აკეთებს. წლების განმავლობაში გაცემული დაპირებების შემდეგ ალიანსის გენერალური მდივანი ახლა მიიჩნევს, რომ ვალდებულებების განმეორება დოკუმენტში საჭირო აღარ არის. დოკუმენტში ნახსენები არ არის ნატოს დაპირება უკრაინისა და საქართველოს სამომავლო წევრობაზე, როგორც ეს წინა სამიტების კომუნიკეებში იყო. როგორც ბატონმა რუტემ გარკვეულად გაღიზიანებით აღნიშნა, წარსული ვალდებულებები უკვე გაცხადებულად ითვლება და არ საჭიროებს გამეორებას. აი ასე, საქართველო დაივიწყეს. საქართველო და ნატო ერთმანეთს მე მგონი საბოლოოდ დაშორდნენ და ძალიან კარგი იქნეს, რომ საბოლოოდ დაშორდნენ. თუმცა ეს არ მომხდარა საქართველოს მიზეზით. საქართველოს ამას ვერავინ ვერ დააბრალებს. ეს გააკეთა ნატომ, ეს გააკეთა დასავლეთმა. პანღური გვითავაზეს, სახეში შემოგვაფურთხეს, დაგვსინეს და მოგვიშორეს. აი ეს არის რეალობა. ახლა ვნახოთ დასავლეთის აგენტურა როგორ შეფასებას აძლევს ამ ფაქტს. დღეს ვინმე აკაკუნებს ნატოს კარზე, რომ მათ კომუნიკეში ყოველ ჯერზე ხელახლა მოგიხსენიონ? ბიჭო, როგორ უნდა დავაკაკუნოთ? სხვანაირად. ლამის კარები შეუნგრიეთ. ლამის ფეხებში ჩაუვარდით. ლამის მუხლები და კაბის კალთები დაუკოცნეთ. ლამის მონობა ვაღიარეთ. ლამის, ნუ რა ვიცი, თუ რამე შეიძლება იკადროს ადამიანმა ის რაც უკადრისია, ყველაფერი ვიკადრეთ. ამ ნატოს მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით და ევროკავშირის მიმართულებით. არ მიგვიღეს და რა სინდისით და რა პირით ლაპარაკობ ახლა იმას, რომ არავინ არ აკაკუნებს ნატოს კარებზე და აბა თქვენ რა გეგონათო, ესე იგი კიდევ უნდა გვეკაკუნებინა, როგორ გვეკაკუნებინა, რანაირად გვეკაკუნებინა. ძალიან იუმორის სტილში და იუმორისტულად ერთ წინადადებაში ჩაატია ეს ყველაფერი, აი ეს პოზიცია ბატონმა მაჭარაშვილმა. ნატოს ჰქონდა ღიაკარის პოლიტიკა დახურულ კარებში. ხო, აი ასე იყო. ღიაკარის პოლიტიკა დახურულ კარებში. კარები დახურული იყო და თავხედურად, უტიფრად და უსინდისოდ გვეუბნებიან, რომ კარები თქვენთვის ღია არის. არასოდეს არ გაღებულა ჩვენთვის ნატოს კარები და ახლა გვითხრეს, რომ კარები დაიხურა, მორჩა, დამთავრდა. დაესვა წერტილი. ბატონი კობახიძე ამ ფაქტის შეფასებით. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შემცირდა ნატოს мотиваცია, რომ აქტიურად ისაუბროს გაფართოებაზე. და გამომდინარე არავის უგვირს ასეთი ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული მიზანი, თუმცა ვაკვირდებით პრაგმატულად იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება თავად ნატოში. კი ბატონო, როგორც იქნა აღიარეთ, რომ ნატოს აღარ აქვს უკვე мотиваცია, ახლა კი არა, არც არასოდეს ქონია мотиваცია. უბრალოდ გვატყუებდნენ, იმიტომ რომ მიბმული ყოფილი ვიყავით. სხვა მიმართულებით არ გაგვეხედა. ეს იყო ამოცანა. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ნატოს წევრობა არ გვემუქრებოდა, მაგრამ
მიბმული ვყავდით იმითი რომ გვატყუებდნენ ნატოს კარი თქვენთვის ღია არის. ახლა გონიერი ადამიანები ამას ხვდებოდნენ. უგუნური ადამიანები ვერ ხვდებოდნენ. მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როდესაც ხელისუფლება, აი თქვენ დღევანდელი ხელისუფლება კონსტიტუციაში წერდით იმას, რომ ჩვენ ნატოს წევრი უნდა გავხდეთ და ეს არის ჩვენი მიდრეკილება, მისწრაფება, ორიენტაცია და ასე შემდეგ, ცდებოდით. თქვენ ვერ აფასებდით სიტუაციას ისე, როგორც უნდა შეგეფასებინათ. ჩვენ გეუბნებოდით. ჩვენ კარნახობდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით. ჩვენს თავს ვაზიანებდით, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს ქართველ ხალხსაც გაეგო და ხელისუფლებასაც გაეგო. აი მაგალითად ერთ არქივს მოვიხმობ და თქვენი მონამორჩილი რას ამბობდა ამ ნატოსთან დაკავშირებით. აი ამ მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ იმ სიტუაციიდან, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ქვია, ჩვენ როგორც მინიმუმ უნდა გადავხედოთ ამ ვითარებას. უკაცრავად რამე უნდა შეიძლება პასუხი. აი ხლავე დავამთავრებ და კი ბატონო. როგორც მინიმუმ უნდა გადავხედოთ ამ ვითარებას და დავფიქრდეთ იმასთან დაკავშირებით, რამე ხომ არ არის შესაძლებელი ჩვენს მიდგომებში. და რა არის შესაძლებელი? ბატონო ვალერი, ბარემ ესეც თქვით თქვენი მოსაზრება. ბაში ვამთავრებ. ჩვენი სტუდიებიდან, ჩვენი მიმოხილველებიდან, პოლიტიკოსებიდან გვესმის, რომ რუსეთი ასე იქცევა და ასე უნდა მოიქცეს, რუსეთმა ეს უნდა გააკეთოს და ის არ უნდა გააკეთოს. დავანებოთ თავი ამ რუსეთს, ჩვენ ვერ შევიტანთ კორექტივს რუსეთის ქცევაში. ჩვენ მოდით ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვიქცევით და როგორ უნდა მოვიქცეთ. მე მგონია, რომ იმ შედეგთან მიმყვანი ქცევები, რა შედეგებიც გვაქვს, უნდა შევცვალოთ სხვა ქცევებით. თქვენ მკითხეთ რა ქცევებით? უნდა დავანებოთ თავი ამ წყეულ ნატოს, რომელმაც დააქცია და გააუბედურა ეს ქვეყანა და უნდა ვაღიაროთ, რომ ყველა მიმართულებით. მე არ ვამბობ, რომ დღეს რუსეთის მტრები ვარ და ხვალ ამერიკის მტრები გავხდეთ მეთქი. არა. მე ვლაპარაკობ, რომ ყველა მიმართულებით შევეცადოთ, გამოვნახოთ საერთო ენა იმისათვის, რომ ეს ჩვენი დღეს უკვე გაუბედურებული ქვეყანა როგორმე გადარჩეს და მომავლისკენ გაიხედოს. და ნეიტრალიტეტი არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტი, ბატონო ვალერი, თქვენი აზრით. საუკეთესო ფორმულა, ჩემის აზრით, შეიძლება სხვა მოსაზრებებიც იყოს, არის ნეიტრალიტეტი, როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, მათ შორის თქვათ იმ სამხედრო ბლოკში, სადაც რუსეთი მოიაზრებს თავს და ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენ არა ვართ სამხედრო დერჟავა, მაგრამ ვარ ჩვენ უდიდესი კულტურის ქვეყანა, ვეფხისტყაოსნის ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სწორედ ამ მიმართულებით გვინდა განვითარდეთ. აი ასეთი იყო პოზიცია, რომელსაც ჩვენ გთავაზობდით, კარნახობდით, გთხოვდით, გეხვეწებოდით, გემუდარებოდით, იმიტომ რომ არ აღმოჩენილი ვიყავით იმ დღეში, რა დღეშიც აღმოჩნდით. მაგრამ ეს მაშინ არც ამ ხელისუფლებამ, არც იმის წინა ხელისუფლებამ, არც იმის წინა ხელისუფლებამ და არც არავინ, ვისაც ბერკეტებისთვის ხელი მიუწვდებოდა, არ შეისმინა, ვერ შეისმინა, ვერ გაიგო და გვაქვს ის რეალობა, რომელიც გვაქვს სამწუხაროდ. ახლა მინდა ამ გადაცემიდან, რომ საიდანაც ფრაგმენტი წარმოგიდგინეთ, ახლა მე 15 წელია თუ რაღაცა უკვე გასული. ამ 15 წლის განმავლობაში ხომ შეიძლებოდა გადაგვეხედა ამ სიტუაციისთვის, მაგრამ ეს არ მოხდა ჩვენ და სამწუხაროდ და ახლა მინდა ერთი იუმორისტული პასაჟი შემოგთავაზოთ. ეს არის სამთავრობო მედია საშუალება, სამთავრობო ტელევიზია იმედი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით აკეთებს სიუჟეტს და ის სიუჟეტი როგორ მთავრდება. მოусმინეთ ყურადღებით. საქართველოს ალიანსისთვის იმ მთავარ პარტნიორ ქვეყნად რჩება, რომელიც ნატოსკენ მიმავალ გზაზე დაკისრებულ ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. როგორ კაცო, რანაირად? რა საოცრებად თქვით ეს? რას ქვია ნატოს დავალებებს პირნათლად ასრულებს და ნატოსკენ მიმავალ გზაზე ლაპარაკობთ ისევ ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ითქვა ნატოს სამიტზე? ყოველივე იმის შემდეგ, რაც გაგვიკეთეს და გვაკადრეს და იმ პანღურის შემდეგ, რომელიც გვითავაზეს, აი ასეთი აზროვნება, ასეთი მსჯელობა, ეს ლოგიკურია? ეს ან პუბლიცისტიკის კანონებში ჯდება, ან სამართლის კანონებში ჯდება, იურისპრუდენციის კანონებში.
რა არის ეს, რა მიდგომა, რა დამოკიდებულება, რაღაცა სასწაულია, რომელიც არის სიგიჟესთან წილნაყარი და რა კი სიტყვა სიგიჟე და ფსიქიატრია ვახსენე, აქ ოდნავ ამოვისუნთქოთ და შემოგთავაზებთ ფსიქიატრიის რენტგენს. მე-14 ადგილზე გასული ვიდეო მასალა. არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა არის. მით უმეტეს რა ვიცი. არავინ არ ელოდა, ანუ როგორ არ ელოდა, ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ ვიცი რა ვილაპარაკო. თუ არაფერი გაქვს სათქმელი, თუ არაფერი არ იცი, თუ ვერაფერში ვერ ერკვევი. წადი სახლში დაჯექი, წიგნი წაიკითხე, ან ბიბლიოთეკაში წადი, ან რაღაცა საქმეს მოკიდე ხელი ისეც, რომელიც გეცოდინება. ასე თუ ისე, რომ მკითხოს კაცმა, რას აკეთებო, პასუხის გაცემა რომ შეგეძლოს, აი ისეთ საქმეს უნდა მოკიდო ხელი და არა იმ საქმეს, რასაც პოლიტიკა ქვია და რისი არაფერი გაგეგება. მე მგონი ასე ჯობია. მე-13 ადგილზე გასული ვიდეო. მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი და ის აუცილებლად უნდა იყოს თავისუფლება. ახლა როგორ შეიძლება ადამიანს ისე დაუბნელდეს გონება თუ ფსიქიატრიასთან არ იკვეთება მისი პრობლემები, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადოს ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლად. კი, თვითონ რომ გამოაცხადა, გასაგებია, მაგრამ როგორ შეიძლება თუ გიჟი არ ხარ, ეს როგორ უნდა გაიმეორო. ესე იგი, არც საქართველოზე, არც ქართულ სახელმწიფოზე, არც ქართველ ხალხზე, არც ჩვენს ისტორიაზე, არაფერზე იოტის ოდენა წარმოდგენა არ უნდა გაგაჩნდეს, რომ დაიჯერო. მიხეილ სააკაშვილი არის ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი. ეს სიგიჟე არ არის, ეს სიგიჟეზე უარესია. ეს სრული სისულელე და გამოტვინება. მე-12 ადგილზე გასული ვიდეო. ბადრი ჯაფარის ესე ბორკელს დაადებ, კაც რომელმაც გამოაცხადა ამ ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. კაც რომელმაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელია. აი, ვიღაცამ რომ მოგვიტანა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ამაშიც მეპარება ეჭვი, მაგრამ ეს ვიღაცა თუ ბადრი ჯაფარიძე იყო, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და თქვენ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება თურმე ბადრი ჯაფარიძეს მოუტანი. ცოტა შეურაცხყოფილი ვარ მე პირადად. თქვენი არ ვიცი. მე-11 ადგილზე გასული ვიდეო. გადავიკეტა! აი, ასე იკეტება რუსთაველის პროსპექტი თბილისში. აი ასე, სულ რამდენიმე ადამიანი, აი თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი გამოდის რუსთაველის პროსპექტზე და თავხედურად, უტიფრად ცდილობს გზის გადაკეთებას. რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე ადამიანი გზას ვერ გადაკეთავს, მაგრამ ამას ეხმარება ჩვენი პოლიცია, რატომღაც, რაც მე ვერ გავიგე და რის შესახებაც მე უკვე მქონდა ამ გადაცემაში საუბარი, ისინი თავიანთი მანქანებით ჩადგებიან რუსთაველის თავში და რუსთაველის ბოლოში და რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილია. რატომ ეხმარებიან, რატომ უწყობენ ხელს აი ამ დამნაშავეებს, მე არ ვიცი. დანაშაულია გზის გადაკეტვა, როდესაც გზა ბუნებრივად არ იკეტება. თუ იმდენი ადამიანია მოსული, რომ გზა ბუნებრივად იკეტება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხელოვნურად აი ასე თავხედურად გზის გადაკეტვა არის დანაშაული და რატომ უწყობს ხელს ხელისუფლება, პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ამ დანაშაულის ჩადენაში მე მართალი გითხრათ არ ვიცი. ახლა მინდა ერთი პატრიოტული ნააზრები მოგასმენინოთ, ეს გახლავთ მე-10 ადგილზე გასული ვიდეო. ამერიკა თუ რუსეთი?
საქართველო. შეკითხვაზე ამერიკა თუ რუსეთი? პასუხი საქართველო. ეს პასუხი ადეკვატურია? სწორია? მოდით ამაზე ორიოდ სიტყვით ვიმჟელოთ, მაგრამ მანამდე ეს კაცი არ ვიცით ვინ არის, მე მგონი როგორც მე არ ვიცი, ისე თქვენც არ იცით და უფრო ცნობილ პიროვნებას გაჩვენებთ, რომელიც იგივეს ამბობს, ეს გახლავთ მე-9 ადგილზე გასული ვიდეო. რუსეთი თუ დასავლეთი? საქართველო. ყოველთვის 1000-ჯერ რომ მკითხოთ, იგივეს კი პასუხებთ. რუსეთი თუ დასავლეთი? პასუხი საქართველო. აი რას ნიშნავს? შეკითხვა რა არის? შეკითხვა ის არის ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი გირჩევნია თუ საქართველო? ან ჩვენ უფრო რომლისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულიო სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ვისთან უფრო აძლევს ხელსო, ან ვის უფრო რომელი უფრო გამოგვადგებაო, ამერიკა თუ რუსეთიო, ანუ დასავლეთი თუ რუსეთიო? პასუხი საქართველო და მილიონჯერ რომ გითხოთო თუ 1000-ჯერო, აი 1000-ჯერვე ამ პასუხს გაგცემთო. რა არის ეს? ეს ხომ აბსურდია. როგორ შეიძლება კაცმა გკითხოს ვისთან გირჩევნია მეგობრობაო და შენ უპასუხო ჩემთან მირჩევნია მეგობრობაო. სხვასთან კი არა. ვინმესთან, პეტრესთან, პავლესთან, ივანესთან, გიორგისთან, ალექსანდრესთან. არა, ჩემთან. ეს არის პასუხი? ეს არ არის პასუხი. ჩვენ საით უნდა ავიღოთ გეზი. დღევანდელი მსოფლიო ასეა მოწყობილი, რომ ძლიერების გავლენის სფერო არსებობს. გეზი საით უნდა ავიღოთ? ვისთან გვაქვს მეტი კვეთა? ვისთან გვაქვს შეხების მეტი წერტილები? ვისთან გვაქვს ინტერესთა მეტი თანმთხვევა? დასავლეთთან თუ რუსეთთან? ამერიკასთან თუ რუსეთთან? ამ შეკითხვას რომ უპასუხებ, საქართველო, ეს არის ურა პატრიოტიზმი. და ეს არის შეკითხვის დამსმელის აბუჩა დაგდება, მაგრამ იმ შეკითხვის დამსმელს უნდა კონდეს იმისი ნიჭი, იმისი თუ გნებავთ გამბედაობა, რომ ასეთ მოპასუხეს უთხრას, რომ არა, მე სხვა რამე გკითხეთ, თქვენს შეკითხვის შინაარსი ვერ გაიგეთო. ამ ადამიანებს, ამგვარ ადამიანებს შეკითხვის შინაარსი არ ესმით. ახლა ერთი ჟურნალისტი, რომელმაც ახალი კანონების, ახალი წესების წინაშე უკან დაიხია, მაგრამ დაიხია ძალიან საინტერესოდ. მერვე ადგილზე გასული ვიდეო. არის ახლა მთავარი, რაც განაპირობებს რეჟიმის დამარცხებას, უფრო სწორად რეჟიმად მოხსენიებულ ქართული ოცნების ხელისუფლების დამარცხებას. ესე იგი, ქართული ოცნების რეჟიმიო კი ვერ თქვა, იმიტომ რომ ეს უკვე აკრძალული აქვს. მაგრამ რეჟიმად მოხსენიებული ქართული ოცნებაო, გასაოცარი ჩახვევა გაკეთებული იმისთვის, რომ უკან დაიხიოს, იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს და ეს ამ შემთხვევაში არ ვიცი, უნდა გავაკრიტიკო თუ უნდა შევაქო. მაინც ახალგაზრდა ქალბატონია და ჯობია შევაქოთ. მოხერხებულად გააკეთა ეს. ახლა მინდა გაჩვენოთ მე-7 ადგილზე გასული ვიდეო, რომელიც ძალიან საინტერესოა. 6 ბომბი ჩამოვარდა იმ ულამაზესი ბომბდამშენებიდან, რომელიც გუშინ გაუშვეს, ბუნკერის ბომბები, წყალქვეშაგებიდანაც დაუშინეს, ანუ პარალელურად ხდებოდა. ეხლა წავედი აუზზე, აპეროლით უნდა აღნიშნო გუშინდელი ღამე. რითიც გნებავთ იმით აღნიშნე, მაგრამ აი ეს დაუშინეს და ბომბდამშენის სილამაზით, ისე სხვათა შორის მაინც და მაინც არ გამოირჩევა ეგ ბომბდამშენის სილამაზით და ესთეტიკური მხარით. მაგრამ თქვენ სილამაზეთ და ესთეტიკად გეჩვენებათ და კი ბატონო თქვენი ნება, მაგრამ ცოტა უხერხული ხომ არ არის აი ასე საუბარი ქალბატონისგან, დედისგან, მეუღლისგან, დისგან. ცოტა უხერხულია მე მგონი. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო. დილა მშვიდობის. შენი პარტიის თავმჯდომარეებს რომ დაიჭირენ და აკავებენ და ციხეში ჩასვლავენ. და კიდევ არჩევნებში შესვლაზე რომ ლაპარაკობ.
აი რა უნდა დავარქვა ამას? ვინც დაიჭირა იმის არჩევნებში რომ შედიხარ, თან ზუსტად იცი რომ წააგებ. აი რა უნდა დავარქვა რა. იდიოტი ხარ. ჩვეულებრივი იდიოტი. არაფრით არ განსხვავდები მონებისგან, რომლებიც ახლა არიან ჩუმად. ზვიად რატიანს რომ დააკავებენ. თითქოს პოლიციელებს დაესხა თავს. ზვიად რატიანი პოეტი. ქალებს რომ დაიჭერენ ციხეში. ამდენი უსამართლო პატიმარი რომ მყავს და ისევ მაგათ არჩევნებში შედიხარ, იდიოტი ხარ. აი ჩვეულებრივი იდიოტი, უბრალოდ აღარ მინდა თქვა ის, რასაც ვფიქრობ თქვენზე რა. მორჩა დამთავრდა პოლიტიკა და პარტიები დამთავრდა, ბიჭო, ვერ უნდა მიხვდეთ რომ მორჩა? ეხლა პოლიტიკის დრო რომ აღარ არის, მაგას ვერ უნდა მიხვდეთ? პოლიტიკის წარმოება ეგრეთ წოდებული არის ფუფუნება. ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება აწარმოო პოლიტიკა. დღეს არის დისიდენტობის დრო. გაიგე? აი ასე. არსებობს გაჩერებული საათის ფენომენი. გაჩერებული საათი ცნობილია რომ დღეღამეში ორჯერ უჩვენებს სწორ დროს. ეს კაცი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას იდიოტებს უწოდებს. როგორც ჩანს, ეს კაციც ხანდახან 1000-ში ერთხელ ლაპარაკობს სიმართლეს. ოღონდ არ ვიცი ეს დღეღამეში ერთხელ ხდება, ორჯერ ხდება თუ წელიწადში, მაგრამ ხანდახან ეს კაციც ლაპარაკობს სიმართლეს. მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო. რა ხდება ქვეყანაში რომ ხედავთ? აქცევენ ქვეყანას. ხო და ჩვენ ვიბრაგუნოთ ასე ჭიღი გულზე და ბოლოს მაინც ჩვენ გევიმარჯვებთ. ბიჭო, თავში და შუაში დაბნეული რომ ხარ ბრინჯივით. ბოლოში რაფერი გევიმარჯვებთ, რაც დევიჭერთ, ბოლოში გიცით ყველა. კი, ამ შემთხვევაში სიმართლესთან გვაქვს საქმე. თავში და შუაში თუ არ ხარ სორგზაზე, ბოლოში როგორ გახვალ სორგზაზე და ბოლოში როგორ გაიმარჯვებო. სწორია, რატომ ხდება ის, რომ უკვე ალაპარაკდნენ მარცხზე. ალაპარაკდნენ ღიად და ყველასთვის გასაგონად. აი კიდევ ერთი მაგალითი, ეს გახლავთ მეოთხე ადგილზე გასული ვიდეო. მე მგონია რომ ციხეში გასეირნების დროს შეიძლება ოპოზიციამ ჩაატაროს პირველი გაერთიანებული თათბირი, რომელსაც დაესწრება ნიკა გვარამიას, ნიკა მელიაც, მიხეილ სააკაშვილიც, ზურაგიჩი ჯაფარიძეს და შეიძლება დაემატოს გახარია ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე. აი იქ იქნება პირველი ოპოზიციის საერთო თათბირი. აი ეხა ამ მდგომარეობაში რო ვართ, სისულელე არ არის რამეზე მსჯელობა? აი მართლა შეიძლება ეგრეთ წოდებულ ჭყალებში პრაგულკის დროს ოპოზიციამ ჩაატაროს ის გრანდ შეხვედრა, სადაც ყველა ერთმანეთს შეხვდება. ეს ეხა ჯანსაღია? აი ეს პოზიცია? კიდე რაზე მსჯელობა? არ არის ჯანსაღი პოზიცია და აფერუმ შენს ახალგაზრდობას რომ მიხვდი ამას. ეს ჯანსაღი პოზიცია არ არის. ეს ბითურობა, მთელი ის გზა, რომელსაც თქვენ ადგახართ, არის ბითურობა, ღალატი, თავლაფის დასხმა და სხვა არაფერი. თქვენ და სამწუხაროდ მესამე ადგილზე გასული ვიდეო. ბევრი ამბობს რომ აი რაღაცა ყველაფერს უძლებენ, ყველაფერი გადის, პირიქით არის ხალხნო. ეს არის გამძლეობის ბრძოლა. ეს ცოტა დროში გახანგრძლივებულია, მაგრამ შედეგს აუცილებლად მოიტანს და მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ სანამ არ გავიმარჯვეთ. ამასობაში დაუბერდით. აქაც გაჩერებული საათის სინდრომი გვაქვს. ხანდახან ესენი სიმართლეს ლაპარაკობენ. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. მე ხელი გაუწოდო სააკაშვილს. არასოდეს არ იმაზე კარგი არ მithქოს, ფაქტია, ხო? მაგრამ შევხედოთ ესეთ ამბავს და გუში მომეწონა მისი ნათქვამი რა. სააკაშვილია ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში, ხო? წინა პირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართო ჩერიგებისა, ხა იქამდე არ მიმშვებენ სააკაშვილამდე, მაგრამ აქედან უწვდი ხელს. ამ კაცს გაჩერებული საათის სინდრომის არ აქვს. ამის პირიდან სიმართლე არასოდეს არ გაუგია ადამიანს და საქართველოს. ეს გამონაკლისი მოვლენა გახლავთ.
და რა კი მიხეილ სააკაშვილზე ჩამოვარდა საუბარი, მოდით პირველი ადგილი მას დაუთმოთ. ხო მე უკრაინელი ვარ და დედა ჩამეთქა ბიჭო ისეთ დარწმუნებით თქვიო რომ შენ უკრაინელი ხარ რომ დავიწყე ფიქრიო მაინც რაღაც ახალგაზრდობაში რაღაც ხო არა მაქვს მიქარული ვინმე უკრაინელს ეგრე თქვენად ეგრე დარწმუნებით დაგდაცველი თყოდიო ჩემო მიშა მიხედე დედა შენს ახალგაზრდობაში რაც აქვს მიქარული მაგას აღარაფერს ვეღარ უზამ მაგრამ აი სიბერეში არ მიქაროს ცოტა თხილად იყავი მოდით ამით დავამთავროთ ფსიქიატრიული რენტგენი და ისევ გადაცემას მიუბრუნდეთ. ერთ-ერთ გადაცემაში ეს გახლავთ გადაცემა ნიკოლოზ მჟავანაძისა შედგა ძალიან ცხარე და ძალიან საინტერესო დიალოგი. მე მინდა რამდენიმე ფრაგმენტი შემოგთავაზოთ ამ დიალოგიდან. ქალბატონი ნანა კაკაბაძე და ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისგანაც წამოვიდეს ისეთი სიგნალები, რომელზედაც საქართველოს ხელისუფლებას გაეხსნება ხელფეხი, რომ გადადგას ნაბიჯები. იმიტომ რომ თქვენ იცით ეს deep state-ია თუ ვინც არის აგენტურა, რომელიც აქ არის, მათ პირდაპირ შეუძლიათ აუფეთქონ შიგნით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. თუმცა რუსეთმა არ მოიქცა გონივრულად და არ მისცა საშუალება. აი ჩვენ ამ თემაზე გუშინ მაწინაზეც ქონა საუბარი. გაბუტული რუსეთი კი არა ჩვენ ვართ. რუსეთმა თქვა რომ ჩვენ გავყვებით საქართველოს იქამდე სადამდეც ისინი გამოგყვებიან. ანუ დაველაპარაკებით იმ საკითხებზე სადაც ისინი შემოგთავაზ. მეტი რაღაცა უნდა თქვას ამ რუსეთმა. გეუნება ლავროვი მე არ გამიგე მე მხოლოდ მოსწავლე არა ნუ ეს განწე როგორ ჩვენ ახლა ეს ოფიციალურად გაცხადდა გარდა ტერიტორიული მთლიანობისა არა ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ესე ხაზგასმა არ კეთება იქ როდესაც გთავაზობს როდესაც გეუნება მე გამოგყვები თქვენ იქამდე სადამდეც თქვენ გამომყვებითო ეგ ტერიტორიულ მთლიანობასაც მოიცავს ეხლა აბა იქ ეხლა ჩაიზე და ყავაზე ხო არ ვლაპარაკობ ჩვენ და იმაზე რა ქვია კომბოსტოს შეტანაზე ვლაპარაკობდით კარასინთან და ვიზებზე და ფრენაზე ხო ანუ გეუნება კაცი მოდი დავილაპარაკოთო მოდი ვილაპარაკოთ პლატფორმებშიო და ეხლა ის ვერ გეტყვის წინასწარ შენ იმაზე და ამაზე მიდი და იქ უკვე დიალოგის თემა ესე წინასწარ ამ სიტუაციაში ეხლა მივიდეს იქ და მერე იქ და მოხდეს ის რომ ამ თემაზე ლაპარაკი ვერ შედგეს და ესენი ყუდამოძუებულები წამოვიდნენ იქიდან. მოიცა თქვენ როგორ გონიათ ერთი ლაპარაკით გადაწყდება ეგ საკითხი. ამიტომ აუცილებელია რომ იქიდან იყოს მინიშნება იმასთან დაკავშირებით. არა მინიშნება იყო ყველა თემაზე ისაუბროს. ყველა თემაზე არ არის ეგ კაცი გეუნება, ლავროვი გეუნება რომ ჩვენ გავყვებით საქართველოს იქამდე, სადაც ისინი ეს მინიშნება არ არის და ეხლა თქვენ რო თქვით ყუდამო არ არის პირდაპირ ნათქვამი ეხლა მე კიდე თქვენ რო იძახით ყუდამოძუებული წამოვლენო ეხლა ერთი შეხვედრით და ორი შეხვედრით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვერ გადაწყდება ჯერ არის დობის საკითხი პირველი ორი შეხვედრით რომ ესე წდებოდეს ამხელა საკითხები ეგ არ ვიცი დიპლომატიაში ეგეთი რამე არა მაგას არ გულისხმობ მე გულისხმობ იმას რომ დიალოგის დაწყებამდე საჭირო არის მკაფიო მესიჯები საქართველოს მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც ეს მკაფიო მესიჯები არ გაჟღერებულა. მკაფიო მესიჯი უნდა გაჟღერდეს, რომ შემდგომ საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში კონდეს იმის თქმის საშუალება, რომ აი მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ თემაზე შეიძლებოდა საუბარი და ამიტომ ჩავერთე დიალოგში. ამ გადაცემას გახსოვთ ხომ? ცუდმედიდობა დავარქვი. ეს არის სინონიმი ამპარტავნებისა. ამპარტავნება დამღუპველი სენია, ცუდი სენია ძალიან. მე ქალბატონ ნანა კაკაბაძესთან საპოლემიკო კასპარომთქვას არაფერი არ მაქვს, თუმცა ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აცდენილი იყო ერთმანეთს, იმიტომ რომ ის გახდათ საბჭოთა დისიდენტი, მის პოზიციებს მე არასოდეს ვიზიარებდი და არც ახლა ვიზიარებ, მაგრამ მის გამბედაობას, მის შემართებას, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლას რომ გაბედავს მაშინ ახალგაზრდა გოგონა იყო, ეს რა თქმა უნდა პიროვნულად რაღაცა ხიბს ზენდა მას, თუმცა პოლიტიკურად ის არ იყო სწორი. მაგრამ აი ეს სენი, რომელიც ჩვენ გვჭირს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩიხში ვართ უკვე შესული, უკვე
უკვე ძალიან დაგვიანდა პროცესები. ჩვენ რუსეთთან მისვლა, შეკითხვის დასმა, იმასთან დაკავშირებით თუ რა გავაკეთოთ იმისთვის, ორივე მხარემ, რუსეთმაც და საქართველომაც, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვა რეჟიმში გადავიდეს. სხვა რეალობა შევქმნათ ერთმანეთთან დამოკიდებულებისა. აი ეს ვერ გავაკეთეთ ათეულობით წლების განმავლობაში. ვერ გავაკეთეთ, ვერ გადავდგით ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ გვიშლიან. ისინი გვიშლიან დასავლეთი. მაგრამ დასავლეთთან ერთად გვიშლის ჩვენი ამპარტავნებაც, ცუდმედიდობაც. გვიშლის იმიტომ რომ აი წინაპირობას ვაყენებთ, კუდამოძუებული ხომ არ წამოვალთ იქიდან, ჯერ რუსეთმა მოგცეს პირობა, რომ დააბრუნებს ტერიტორიებს, რომ გამთლიანდება საქართველო. თუ ასეთი პირობა მოგცა, მერე ჩასვლა და ლაპარაკი იქნება მხოლოდ გაფორმება ამისა და ხელის მოსაწერად ჩასვლა, შეხვედრა, რა თქმა უნდა, ადვილია და კარგია და საპატიოა, მაგრამ აქამდე ხომ უნდა მიხვიდე ასე წინასწარ გამზადებულად. კი, შენ რასაც მომთხოვ, იმას შეგისრულებო, რატომ გეტყვის, ან რუსეთი, ან ამერიკა, ან ევროპა. არ არსებობს ასეთი ურთიერთობები და ამ ცუდმედიდობას უნდა დავანებოთ თავი. ვიმეორებ ქალბატონ ნანასთან კი არ მაქვს საკამათო არაფერი, იმიტომ რომ ქალბატონ ნანას კი მართალია მას კეთილი თვალით უყურებს დღევანდელი ხელისუფლება, მის დაჯგუფებას კეთილი თვალით უყურებს და რაღაცნაირი დანამატია თითქოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და მთავრობისა მისი დაჯგუფება, მაგრამ ქალბატონ ნანას არა აქვს ეს ბერკეტები. მე ვლაპარაკობ იმათზე, ვისაც ბერკეტები აქვს. ქალბატონი ნანა იმ პოზიციას გამოხატავს, რაც დღეს ტრენდულია, მიღებულია საქართველოში და არასწორია სამწუხაროდ. რუსეთთან უნდა მიხვიდე და საუბარი უნდა დაიწყო. ეს არის უმარტივესი ფორმულა. ამის გარეშე საქართველოს არც ტერიტორიული გამთლიანება და არც სხვა რამ სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია. ეს არის ფორმულა, რომელიც უნდა დავიმახსოვროთ და რომლითაც უნდა დავიწყოთ მოქმედება, დიალოგი, ურთიერთობა, დამოკიდებულება. მაგრამ აი რა გვეღობება წინ, აი ეს ცუდმედიდობა და ამპარტავნება, რომელიც შემდეგ ასეთ ფორმებში გადადის. ეხლა მინიშნებები იმდენად არასერიოზულია ასეთი სიტუაციის დროს, რომ ვერ გაამტყუნებ ხელისუფლებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსეთმაც უნდა გააკეთოს ეს და მე არ ვიცი თავს რატო ვიფასებ. არა, თავს რატო ვიფასებ? თავს რატო? მოიცა სხვა ალტერნატივა გვაქვს. ეხლა მე არ ვიცი, ჩემი აზრით დიპლომატიის ენაზე, რომ გეუნება ქვეყანა, რომ მე გამოყვები იქამდე, სადამდეც შენ გამომყვები, ეს ნიშნავს ის, რომ აქ არის ყველაფერზე ლაპარაკის თემა, ყველაფერზე. და ეხლა ჩვენ ვერ გავიგე, ისე ვიფასებ თავს, არ წახვალ და ნუ წახვალ იმ მოლაპარაკებაზე. ვერ გავიგე, აი რო არ მივდივართ, მაგითი ვიგებთ, გადის წლები, თაობები იზრდება, იცვლება ყველაფერი. ეხლა რუსეთისთვის ეს არის მომგებიანი, ჩვენ თუ არ წავალთ იქ დიალოგზე. ბოლო-ბოლო ადგენება და მიერთებს იმ ტერიტორიებს და რას ვიზამთ მე რა? აი რა უნდა იხტუნავე რამდენიც გინდა. შენ გაქვს, ეხლა შენ რო შვილი წაგართვას ვიღაცამ, შენ რო ქონება წაგართვას, კაცო ხო მუხლის შოქებზე დადგები, მოდი შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, მოდი დავილაპარაკოდო და რა ულტიმატუმებს ვაყენებთ? ერთი მე ვერ ხვდები, რამე ბირთვული შეერაღება ჩვენა გვაქვს, რამე მომგებიანი პოზიცია გვაქვს, რატო ვიჩენთ ასეთ ულტიმატუმებს ამ რუსეთის მიმართ? ჩადი რა შედალოთ რომ დაელაპარაკე, იქა აგერ პაშინიანი კაცი, რომელიც ბოდიში ტერიტორიები წაართვეს, გენოფონდი ამოუწყვიტეს სომხეთს, ჩადის იქა და იმას ეუნება ალიეწებოდი და ყავა დავლიოთ და ელაკუცება, რასაც გაღიზიანებას იწევს ასევე მის ქვეყანაში. იმიტომ რომ იცის იმ კაცმა რომ თუ არ დაელაპარაკება, ხვან მთლიანად სომხეთს დაკარგავს. და ასე არის ჩვენი მარტო და აფხაზეთის და ცხინვალის თემა არ არის რუსეთთან სალაპარაკო. აქ არის რომ შეიძლება ჩვენ სხვა რაღაცა დავკარგოთ კიდე. და ამიტომ მე ვერ ხვდები აი ესეთი პოზიცია რომ აი მინიშნება გაგვიკეთოს, ის გაგვიკეთოს, გეუნება კაცი გამოყვები იქამდე, სადამდეც შენ მე გამომყვები. და ამაზე მეტი რა უნდა ითქვას, ეხლა 3+3 ფორმატში გვეპატიჟება, ბრიქსის ფორმატში გვეპატიჟება, ყველგან გვეპატიჟება.
და ეხლა მეტი რა უნდა თქვას, ეხლა ვერ იტყვის ის ეხლა ეს ამხელა მეგა სახელმწიფოა რომ მე იცი რა მოდი და დაგიბრუნე. ესეთ რამე არ ხდება. მე იცი რა თუ მოხვალ დაგიბრუნებ. ესეთი რამე არ ხდება და ვერ გავიგე ჩვენ არა გვაქვს სხვა არჩევანი ქალბატონო ნანა ეხლა მე პატივს აქცევ თქვენ. ეხლა ჩვენ ყველაფერი ერთ იმაში ვერ ვიქნებით ერთ აზზე. მაგაში მე ვერ დაგეთახმები თქვენ რომ აი აქ გვაქვს ჩვენ სწორი პოზიცია რომ არ იტყვის რუსეთი და რა ვქნათ ესე ვიყოთ ჩვენც და ველოდოთ ეხლა და მე ადგება ფრენები აღადგინეს ისინი რკინიგზის მიმოსვლა არის აღდგენილი ისედაც ხვალდაზე აი ბათუმით რომ ვამაყობთ აი სოხუმი და არავინ არც ერთი რუსი აღარ ჩამოვა იქა მთლიანად გააკეთებენ იმ სოხუმს ისე როგორც საჭიროა და აფხაზეთს და მე დაგიქდები და მე იყავი დამიბრუნო და დაგელაპარაკები და გავიდა აგერ უკვე რამდენი 30 წელი არ ვიცი აი მე ჩემთვის ეს გაუგება რა არის ფაშინიანის ქვეყანა არის დეპოში და ჩვენ არა ვარ დეპოში ჩვენ არა ვარ დეპოში არა ჩვენ არა ვარ დეპოში საქართველო არის ევროპის და შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს ცენტრი ხო მაღალი ნათქვამია ძალიან ბატონი ნიკოლოზ ჟავანაძე შესაძლებელი არაფერი არ ჭირს ის სიტყვისთვის ჯიბეში არ ჩაიღობს ხელს და თვითონ გაუმკლავდება ნებისმიერ მოპაექრას მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი მაინც შემეცოდა იმიტომ რომ იცით რა არის როდესაც ელემენტარული რამე ძალიან ძნელია გააგებინო ადამიანს უბრალოდ არ უნდა რომ გაიგოს იმიტომ რომ აი ძვალრბილში აქვს გამჯდარი ეს რუსოფობიაც სოვეტოფობიაც რაღაც არსულიდან მოყოლებული ძულს ეს ქვეყანა და მიუხედავად იმისა რომ ქალბატონმა ნანამ ხელი მოაწერა იმ პეტიციას რომელიც არის საფუძველი იმისა რომ მოგროვდეს ხელის მოწერები თხოვნით საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან მაინც დააკვირდით რა მასშტაბის პრეტენზიები გააჩნია რუსეთთან როგორც წინაპირობებს აყენებს თითქოს ისე იქცევა რომ ჩვენ რაღაცა ბერკეტი გქონდეს იმისთვის რომ ეს პოზიცია დავიცვათ თუ შენ ამ პირობას არ დადებ არ დაგელაპარაკები კი მაგრამ როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს თუ არ დაელაპარაკები მე ვინ დარჩება წაგებული რა გიჭირავს ხელში რისი იმედი გაქვს აქამდე იმ ნატოს მაინც ვიყავით ჩამოკიდებული ნატოს იმედზე ვიყავით ჩამოკიდებული და ახლა ნატოს იმედიც აღარ არსებობს მოგვიხურეს ის ღია კარი ცხვირწინ რა გზა რჩება სხვა იმისთვის რომ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეშველოს რომ ამ ქვეყნის წინაშე არსებული ეს უზარმაზარი პრობლემა გადაიჭრას და თანაც როგორც ბატონმა ნიკოლოზმა თქვა ჩვენი ქვეყანა არ დადგეს კიდევ ახალი საფრთხის ახალი საშიშროების ახალი ტერიტორიული დანაკარგების წინაშე ხომ ხედავთ როგორი ყიფეა დღევანდელი მსოფლიო ხომ ხედავთ რომ ყველას შეუძლია გადადგას წარმოუდგენელი ნაბიჯი რომელიც რამდენიმე წლის წინ და მით უმეტეს რამდენიმე ათეული წლის წინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო დღეს დაინგრა ყველაფერი არ არსებობს მსოფლიო წესრიგი არ არსებობს საერთაშორისო სამართალი და ამ ვითარებაში ნაცვლად იმისა რომ დიალოგი დაიწყო რაღაც წინაპირობებს აყენებ ეს ხომ არ არის ზელენსკის სინდრომი რა თქმა უნდა არის ზელენსკიმ ნახევარი უკრაინა გაწირა განახევრა ქვეყანა მოსახლეობის თვალსაზრისით და ტერიტორიის თვალსაზრისით და მაინც აი ეს ცუდმედიდობა შირს ის ამპარტავნება შირს რომელიც დამღუპველია რომელიც კატასტროფულია და ეს გჭირს ჩვენს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ქალბატონ ნანა კაკაბაძეს პოზიცია ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის მე სხვებზე ვლაპარაკობ იმათ პოზიციაზე ვლაპარაკობ რომელთა პოზიციაც არის გადამწყვეტი და რომლებსაც ბერკეტები გააჩნიათ მაგრამ ვლაპარაკობ ამას ნანა კაკაბაძის მიდგომის მაგალითზე და ეს მაგალითი არ არის შესანიშნავი მაგალითი ეს მაგალითი არის მცდარი მაგალითი აი როგორ უშვებთ შეცდომას აი სად ვიჭედებით ასე ვთქვათ კიდევ ერთი ფრაგმენტი ამ გადაცემიდან და ამით დავასრულებ ხამდე გამოვყობით არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის საერთოდ
რა ტერმინია იქამდე გამოყვები რას ნიშნავს? არა, დიპლომატიაში ეხლა საერთოდ ეხლა არა, გამოყოლა კი არ არის საჭირო არის რომ ვინაიდან მის მხარეზეა დღეს ჩვენი ტერიტორიები. ქალბატონო ნანა მაინისა რომ მე ვამბობ იცით რა თქვენ რო იძახით ერთი წამით რომ ამერიკასგან არის ზეწოლა მე გეთახმებთ ამერიკისგან სულ ყოველთვის იქნება ზეწოლა ამერიკას არ აწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმიტომ რომ თუ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ ავტომატურად ეგ არის რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგდება. არასდროს ამერიკა შენ არ მოგცემს უფლებას რომ რუსეთთან ილაპარაკო. ყოველთვის იქნება ზეწოლა. ყოველთვის იქნება დაწოლა. შენ თუ შენი საქმე არ გააკეთე და შენ თუ ნაბიჯი არ გადადგი, ყოველთვის იქნები აი ესე მდგომარეობაში. მაგას მე ხომ არ გეწინააღმდეგები. არა, ხოდა ვერ გავიგე ჩვენ აი კი ბატონო აი მომისმინეთ მე ვთქვათ გამოყევით ერთი წამი თქვენ გამოყევით იმაში რომ აი რუსეთი არ ამბობს იმას რომ კონკრეტულად მაგრამ ჩემი აზრით ამბობს იმას რომ გამოყვებით და თან იყო იქ სხვა საუბრებიც იყო უფრო მანამდე მაგრამ ჩვენ სხვა გზა გვაქვს რომ არ მივიდეთ აი გეკითხებით ახლა სხვა გზა გვაქვს არა ჩადი დაელაპარაკე შენ ჩვენა გვაქვს ჩასასვლელი იმიტომ რომ დააპროფიტი ომები დღეს აგერ ვერ ხედავთ ისრაელმა და ირანმა ვერ შეძლო დამთავრდა დააპროფიტი ომების ისტორია 22 საუკუნეში რა ნუ გასაგებია მაგრამ ახლა ირანის უადარებს საქართველოს პერსპექტივა არ აქვს პატარა საქართველოს დაგაპროფიტებს დღეს საქართველოს იმიტომ რომ საქართველოს ინტერესი კიდე გიმეორებთ აქვს უზარმაზარ სახელმწიფო გასაგებია არავინ მოგცემ შენ იმის საშუალებას შეხვიდე და დაიპყრო ბოლოს ისი არ მოხდეს დააპრობაზე არ უნდა იოცნებო უნდა იოცნებო ერთი დააპრობაზე ბოლოს ის ურთიერთობაზე იმ ხალხთან ვისთან ერთადაც 70 წელი შენ იცხოვრე გასაგებია მაგრამ ბოლოს ისი არ მოხდეს აფხაზეთი და ცხინვალი კი არა რუსებთან მივიდეთ და თბილისი მაინც შეგვანარჩუნებინეო აი ამაზე არ მივიდეთ ამას უფალი წვეს არა იმიტომ რომ ჩვენ კარგად იცით აჭარაზე და ყველაზე უპირატესად და მინდა გითხრათ რომ წმინდა მამები უბარებდნენ სხვადასხვა რუსეთის ხელისუფლებას რომ საქართველოსთან ომი იქნებოდა რუსეთისთვის დამანგრეველი. გასაგები. კარგიც იქნება თუ ისინი არიან მართლმადიდებლები, მათ უნდა იცოდნენ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომელსაც სხვანაირი მოპყრობა ჭირდება, თუნდაც იმიტომ რომ ეს არის უფლის დედის წილხვედრი ქვეყანა და რაღაცა სხვა დამოკიდებულება ჩვენ უნდა ვიგრძნოთ არა მარტო პოლიტიკური, არამედ რელიგიური ჩვენი ერთობაც. აი ღვთისმშობლის წილხვედრი აი ღვთისმშობლის წილხვედრი თულაც რომ მართლაც რომ არ იყოს საქართველოს მართალი იმას უნდა გაეწიოს ანგარიში რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ გავიგეთ ქალბატონო ნანა მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრა ქვეყანა ეს არ უნდა მოექცე იმ ქვეყანას როცა შენ ხარ ერთი და იგივე სარწმუნოების მაგრამ გავიგე მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამ რომლის ეხა რუსეთ შეიძლება ბევრი ჩვენს მიმართ დაუშვიათ შეცდომა მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფს იმას რომ რუსეთის დახმარებით დავიბრუნეთ აჭარა გურია ჯავახეთი ამ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს და ეხლა შენ როდესაც საბჭოთა კავშირში გეძახდნენ საბჭოთა კავშირი შვეიცარიას ყველაზე კარგად საქართველოს ცხოვრობდა ადექი და დაიწყე იქ რომ ნატოს ძახილი ეხლა მოდი ვთქვათ რომ ეხლა ის მიგეკრათ რომ მაგას ხოდა ეხლა რომ მოდით რა ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამ დაუშვა შეცდომა რუსებთან მიმართებით სამწუხაროდ ჩვენ ახლა გველაპარაკებოდა ისევ საბჭოთა დისიდენტი ქალბატონი ნანა კაკაბაძე წავიდა ეს დრო საბჭოთა კავშირის დაინგრა ახლა სხვა რეალობაა რუსეთი გრევის გზაზე არ დგას რუსეთი პირიქით აღმავლობის გზაზე დგას და სოფლიოშიც სრულიად სხვა რეალობა ყალიბდება. ახალი სოფლიო წესრიგი მოდის. ამის შესახებ შესანიშნავად ბრძანა ვლადიმერ პუტინმა და მინდა ერთი ფრაგმენტი შემოგთავაზოთ. Вы сказали вот о чем. Когда дискутировали с моим коллегой из Китайской Народной Республики, вы сказали так, я записал. Российская Федерация и Китай формируют новый миропорядок. Россия и Китай не формируют новый миропорядок. Мы его только оформляем. Новый миропорядок возникает естественным образом. Это все равно, что восход солнца.
აი ასე. ეს ობიექტური რეალობაა. ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური ვითარება. და ეს გავს მზის ამოსვლას. როგორც მზის ამოსვლა ხდება თავისთავად ჩვენგან დამოუკიდებლად, ისევე ხდება ეს პროცესი თავისთავად და ჩვენგან დამოუკიდებლად. ის სახელმწიფოები, რომლებიც ამაში რაღაცნაირად მონაწილეობენ იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია დაჩქარდეს ეს სასიკეთო პროცესები. აი ამაზეა ლაპარაკი და ამ შემთხვევაში მე აი ეს ცუდმედიდური დამოკიდებულება და პოზიცია ჩვენი მინდა კატეგორიულად უარყო, კატეგორიულად დავძრახო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ამ ახალი რეალობის გასაგებად და შესაბამისია ამ ახალი რეალობისა. ქალბატონი ნანა უფალს მიადგა და ამ ერთიანობაზე საუბრობდა მართლმადიდებლობაზე. როგორც საქართველოა მართლმადიდებელი აღმსარებლობის სახელმწიფო, ასევეა რუსეთიც მართლმადიდებელი აღმსარებლობის სახელმწიფო. ეს გზა არის უმთავრესი გზა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს. სხვა ყველაფერი, რაც გვაშორებს, მეათედი, მეასედი და მეათასედი ღირებულებისა და მნიშვნელობისა არ არის. იმასთან შედარებით, რასაც ეს უმაღლესი ღირებულება, მართლმადიდებლობა წარმოადგენს. ამიტომ მოდით როგორც ტრადიციად დამკვიდრდა ამ გადაცემაში, ისევ დავანთებ სანთელს, ისევ გადავიწერ პირჯვარს თქვენს წინაშე და ისევ მინდა გთხოვოთ, რომ ჩემთან ერთად თქვენს გააკეთოთ იგივე ამბავი, გადაიწეროთ პირჯვარი, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი ყველაზე ნათელი მიმართულება, რომელიც ყველა სხვა მიმართულებას დაძლევს და გადააჭარბებს და უფრო დიდი მნიშვნელობის. მე ფიქრობ, რომ ამ გზაზე უნდა შევდგეთ. ამ გზით უნდა ვიაროთ. ისე როგორც ის საოცარი ბავშვი ანგელოზი, რომელიც ამ გადაცემაში გასაოცარ როლს ასრულებს. ძლევს ამ მისთვის ურთულეს ბარიერს, ამ კიბეებს და მიემართება ეკლესიის მიმართულებით, უფლის მიმართულებით, ღმერთის მიმართულებით, სარწმუნოების მიმართულებით, ზნეობის მიმართულებით, სიკეთის მიმართულებით და სანთლების მიმართულებით. აი, ამ გზით ვიაროთ ჩვენს. ეს არის ერთადერთი უტყუარი, ნაცადი და სწორი გზა. აი თითქმის ყველაფერი ის, რისი თქმაც დღეს ამ გადაცემაში მინდოდა, ამით დავასრულოთ გადაცემა იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვებით. ნახვამდის.